თქვენი აზრით, უნდა მოკვდეს თუ არა 100,000 ადამიანი, რათა გადარჩეს უფრო მეტი? უნდა გაიწიროს თუ არა ერთი ქალაქი, რათა დასრულდეს მეორე მსოფლიო ომი? და ზოგადად უნდა შექმნილიყო თუ არა იარაღი, რომელსაც შეეძლო ერთ წუთში მშვიდობიანი მოსახლეობის დედამიწის ზურგიდან გაქრობა. 1945 წლის აგვისტო. მეორე მსოფლიო ომი თითქმის დასრულებულია. მსოფლიო დაღლილია ამდენი სისხლისღვრით. თუმცა, ამ დროს ერთ სახელმწიფოს გაუჩნდება იმხელა ძალა, რომელიც იქამდე არასდროს არავის არ ჰქონია. იარაღი, რომელსაც შეუძლია ერთ წუთში ქალაქი გადააქციოს ნათებად და მთლიანად გაანადგუროს. მისი შექმნიდან რამდენიმე დღეში სახელები ჰიროსიმა და ნაგასაკი სიმბოლოდ იქცევა. არა მხოლოდ ომის, არამედ კითხვის, რომელზე პასუხიც კაცობრიობას დღემდე არ მიუღია. იყო თუ არა ეს გარდაუვალი აუცილებლობა, თუ უბრალოდ ერთი სახელმწიფოს არჩევანი. მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. მე-20 საუკუნის დასაწყისში იაპონია უკვე აღარ იყო ჩაკეტილი სახელმწიფო. პირიქით, მას დიდი ამბიციები ჰქონდა და უნდოდა გამხდარიყო ისეთივე დიდებული, როგორიც იყო დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამის წინაპირობა კი რუსეთ-იაპონიის ომში გამარჯვება იყო, რადგან ქვეყანამ ისტორიის მანძილზე პირველად დაამარცხა ევროპული იმპერია. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან 1931 წელს იაპონიამ დაიკავა მანჯურია. 1937 წელს კი სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა ჩინეთს. ზუსტად ამ დროს ხდება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია – ნანკინის ხოცვა-ჟლეტა. დეკემბერში იაპონიის არმია იკავებს ჩინეთის მაშინდელ დედაქალაქს – ნანკინს. 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ტყვედ-ჩავარდნილი სამხედროების მასობრივი დახვრეტა, წამება და სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. 10,000-ობით ქალის გაუპატიურება, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა და სახლების გადაწვა. ამ განუკითხაობას მაშინ 100,000-დან 300,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზუსტი რიცხვი დღემდე დაუდგენელია. აქ ერთი საინტერესო მომენტი უნდა ვახსენო. მაშინ დედაქალაქში არსებობდა ეგრეთ წოდებული უსაფრთხო ზონა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ უცხოელი დიპლომატები და მისიონერები, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულო მოქალაქეების გადარჩენას. ამას მეთაურობდა გერმანელი ბიზნესმენი და ნაცისტური პარტიის წევრი ჯონ რაბე. წარმოიდგინეთ პარადოქსი. ადამიანმა, რომელიც იყო ნაცისტურ პარტიაში, გადაარჩინა 250,000 ჩინელი იაპონიის იმპერიის ცისასტიკისგან. ამერიკა დიდხანს არ ერთვებოდა ომში გახსნილად. შემოიფარგლებოდა სანქციებით, რომელთაგან მნიშვნელოვანი იყო ნავთობის ემბარგო, რადგან იაპონია სრულად დამოკიდებული იყო ამერიკის ნავთობზე. ამიტომაც მისთვის ეს ემბარგო ნელ სიკვდილს უდრიდა, რამაც გადააწყვეტინა იმ ნაბიჯზე წასვლა, რომელმაც ყველაფერი სამუდამოდ შეცვალა. 1941 წლის 7 დეკემბერი. ჰავაიზე თენდებოდა კვირადღე, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე, პერლ-ჰარბორზე. ჯარისკაცების უმეტესობა ისვენებდა, არავინ ელოდა მოახლოებულ თავდასხმას. 7 საათსა და 48 წუთზე რადარზე გამოჩნდნენ თვითმფრინავები, რომლებიც თავდაპირველად ამერიკული ეგონათ, თუმცა საბოლოოდ იაპონური აღმოჩნდა. 350-ზე მეტმა იაპონურმა თვითმფრინავმა თავდასხმის 2 ტალღით რამდენიმე საათში გაანადგურა სამხედრო ბაზა. გარდაიცვალა 2,400 ამერიკელი და დაიჭრა 1,100. ამერიკისთვის ეს ყოვლად მოულოდნელი დარტყმა აღმოჩნდა. We all thought it was just another drill until we got topside and see what was happening, and we were in action within seconds. Well, I was on the USS West Virginia, tied out board of the Tennessee, right ahead of the Arizona. We took 7 torpedoes, 3 bomb hits. We were sunk right there. მეორე დღეს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი გამოვიდა სიტყვით და აღიარა, რომ გასული დღე ისტორიაში შევიდოდა როგორც სამარცხვინო თარიღი. And dastardly attack by Japan on Sunday, December 7th, 1941. A state of war has existed between the United States and the Japanese Empire. ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად ჩაება ომში, რითიც ის გასცდა რეგიონალურს და გადაიქცა მსოფლიო ომად. სხვათა შორის იაპონიას ამ თავდასხმით იმედი ჰქონდა, რომ გაანადგურებდა ამერიკის ფლოტს. თუმცა მათი მთავარი სამიზნე, ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდები, მაშინ ნავსადგურში არ იმყოფებოდა.
თუ ისინი მათ გაანადგურებდნენ, მაშინ წყნარ ოკეანეში სიტუაცია სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა. თუმცა კოვზინაცარში ჩაუვარდათ. აწინ ამერიკას კონფლიქტის ჩახშობა კი არა, იაპონიის დამარცხება ჰქონდა მიზნად. სანამ წყნარ ოკეანეში ადამიანები წირავდნენ სიცოცხლეს, პარალელურად უდაბნოში იქმნებოდა იარაღი, რომელიც შეცვლიდა მსოფლიოს. 1939 წელს ევროპა უკვე ყოველმხრივ ცეცხლში იყო გახვეული და ფიზიკოსებიც ხვდებოდნენ, რომ ატომის გაყოფა უბრალოდ თეორია კი არა, უდიდესი ენერგიის წყარო იყო. აქვე მეცნიერებს ის შიშიც ჰქონდათ, რომ გერმანიას შეეძლო პირველ შეექმნა ბომბი და ამ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც აწვდიდნენ. რადგან 1938 წელს გერმანელმა ფიზიკოსებმა ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა ურანისა და თორიუმის რადიოაქტიური იზოტოპების შესწავლა და დაასკვნეს, რომ ეს პროცესი იწვევდა დიდი ენერგიის გამოყოფას და რადიოაქტიურ დასხივებას. ამიტომ 1942 წელს ისტორიაში ყველაზე გასაიდუმლოებული ოპერაციის, კოდური სიტყვით მანჰეტენის პროექტი დაიწყო. მონაწილეობას იღებდა 130,000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან უმეტესობამ არც კი იცოდა, რას ქმნიდნენ. დაიხარჯა მილიარდობით დოლარი, უდაბნოში აშენდა ქალაქები. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ყველასათვის კარგად ნაცნობი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი, რომელიც მომავალში იტყვის სიტყვებს. Now I am become death, the destroyer of worlds. თუმცა იქამდე 1943-1945 წლებში ბრძოლა კუნძულებისთვის გრძელდებოდა. იაპონელი სამხედროები არნებდებოდნენ, კამიკაძეები ეჯახებოდნენ გემებს და ამერიკელებიც უკვე იაპონიაში შეჭრას განიხილავდნენ. წინასწარ ითვლიდნენ, რად დაუჯდებოდათ ეს ნაბიჯი. ასობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლედ და მილიონობით იაპონელის. ომი მათემატიკურ გათვლად გადაიქცა. 1945 წლის 16 ივნისს ახალი მექსიკის უდაბნოში ტარდება პირველი ატომური გამოცდა თვრინითი და სამყარო შეაბიჯებს ახალ ერაში, ატომურ ეპოქაში. თუმცა ამის შესახებ ჯერ არავინ არაფერი იცოდა. ანუ მაშინ, როდესაც წყნარ ოკეანეში ჯარისკაცები ტალახსა და ცეცხლში კვდებოდნენ, პარალელურად ლაბორატორიაში იქმნებოდა საშუალება, რომელიც ყველანაირი კომპრომისის გარეშე ერთი ნათებით დაასრულებდა ომს. 1945 წლის ზაფხულისთვის გერმანია უკვე დანებდა. იაპონია აგრძელებს ომს, ამერიკა კი მისი ეკონომიკის მოგუტვას. თუმცა ახლა მას აქვს არჩევანი, რომელიც იქამდე არასდროს არავის არ ჰქონია. გამოიყენოს თუ არა იარაღი. ამისთვის იმართება დიდი სამეულის შეხვედრა. ჩერჩილის, სტალინისა და რუზველტის. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ და განიხილავდნენ მთავარ საკითხს. იმას, თუ როგორ დაესრულებინათ ომი და რა იქნებოდა მისი დასრულების შემდეგ. 1953 წელს იყო თეირანის კონფერენცია, სადაც ოფიციალურად პირველად შეხვდა ეს სამი ფიგურა და თათბირობდნენ იმაზე, თუ როგორ დაემარცხებინათ გერმანია. თუმცა გარდა ამისა, ჯერ კიდევ მაშინ განიხილავდნენ იაპონიის საკითხსაც. სტალინი მზადაა ჩაებას მის წინააღმდეგ ომში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაამარცხებენ გერმანიას. ანუ 1945 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს საბჭოთა კავშირის იმედი ნამდვილად აქვს. 2 წელში არის მეორე ოფიციალური შეხვედრა, იალტის კონფერენცია. 1945 წლის თებერვლისთვის გერმანია თითქმის დამარცხებულია და ამიტომ კვლავ განიხილება, რა იქნება ევროპაში ომის შემდეგ, რა ბედი ეწევა გერმანიას და როდის ჩაერთვება საბჭოთა კავშირი იაპონიის წინააღმდეგ ომში. სტალინი კვლავ ამბობს, რომ გერმანიის კაპიტულაციიდან 3 თვეში საბჭოთა კავშირი მზად იქნება იაპონიის წინააღმდეგ წასასვლელად. სპოილერი, ეს მართლაც ასე მოხდება, რადგან როგორც კი გერმანია გამოაცხადებს კაპიტულაციას 1945 წლის 8 მაისს, 8 აგვისტოს იგი უკვე იაპონიას დაესხმება თავს. ყველაზე დაძაბული კონფერენცია იყო პოტსდამის 1945 წლის ივნისში. ამ დროს რუზველტი უკვე გარდაცვლილი იყო და ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს ჰარი ტრუმენი. ჩერჩილი კონფერენციის დასაწყისში საქმეში ჩართულია, თუმცა პროცესში აგებს არჩევნებს და მას ცვლის კლემენტ ეტლი. როგორც ზემოთ ვახსენე, სწორედ ამ დროს 16 ივნისს წარმატებით ჩაივლის თრინითის გამოცდა, რასაც გაიგებს ტრუმენი და ანიშნებს სტალინს იმას, რომ მათ ახალი, უძლიერესი იარაღი აქვთ. მომავალში გაირკვევა, რომ ამაზე ინფორმაცია სტალინს დაზვერვიდან ისედაც ჰქონდა, რადგან მათი აგენტი იყო მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკოსი თეოდორ ჰოლი. და აქ ჩნდება მთავარი საკითხი. თუ საბჭოთა კავშირი გაანადგურებს იაპონიას, ის გაძლიერდება აზიაშიც, რაც უკვე ამერიკასაც შეუძლია, რომ დამოუკიდებლად გააკეთოს.
ამიტომ, პოტსდამზე წყდებოდა არა მხოლოდ იაპონიის ბედი, არამედ ის, თუ ვინ შეაბიჯებდა ომის შემდგომ სამყაროში უფრო ძლიერი. 1945 წლის 26 ივლისს პოტსდამის დეკლარაციას გამოსცემენ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი. ისინი მოითხოვდნენ იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციას მეორე მსოფლიო ომში. დეკლარაცია მიზნად ისახავდა იაპონიაში მილიტარიზმის აღმოფხვრას, დემოკრატიული თავისუფლების დამკვიდრებას და დამნაშავეების დასჯას. უარის შემთხვევაში დაემუქრნენ სწრაფი და სრული განადგურებით. მათ შესთავაზეს დანებება, თუმცა, რა თქმა უნდა, ატომური ბომბი პირდაპირ ნახსენები არ იყო და ვერც იაპონია მიხვდა, რას ნიშნავდა ბოლო სიტყვები. ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ეს იყო დიპლომატიური მუქარა. რას აკეთებს იაპონია? პრემიერ-მინისტრი კანტარო სუძუკი პრესაში ახსენებს ისტორიულ სიტყვას მოკუსაცოს. რაც შეიძლება ნიშნავდეს როგორც დაიგნორებას, ასევე კომენტარის არ ქონას, ან უბრალოდ თავის შეკავებას. ამ სიტყვას ამერიკული პრესა თარგმნის როგორც უარს. და ვაშინგტონშიც მას მიიღებენ როგორც იაპონიამ უარი თქვა ულტიმატუმზე. და ნახეთ რა ხდება. ამერიკა მიცის რა ძალისმფლობელიცა, ხოლო საბჭოთა კავშირი ემზადება ომში ჩასართავად. თეთრ სახლში იქმნება ეგრეთ წოდებული დროებითი კომიტეტი და იწყება საუბარი იარაღის გამოყენებაზე. წევრების უმეტესობა თვლიდა, რომ დემონსტრაციული აფეთქება იაპონიის რომელიმე კუნძულზე დამაჯერებელი არ იქნებოდა. საჭირო იყო მოულოდნელობის ეფექტი და დარტყმაც საკმაოდ საგრძნობი უნდა ყოფილიყო. ნაწილი მოითხოვდა, რომ იაპონია ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერზე. თუმცა, აქ საშიშროება იყო იმაში, რომ ისინი სამხედრო ტყვეებს სხვა ზონაში გადაიყვანდნენ. ჩამოაგდებდნენ თვითმფრინავს, ან იქნებ სულაც არაფეთქებულიყო ბომბი. ამიტომ მათი აზრით, წარუმატებლობის რისკი საკმაოდ მაღალი იყო და აფეთქების შესახებ ინფორმაცია არ უნდა მიეწოდებინათ. რაც შეეხება ბომბს, მისი აფეთქება ჰუმანურ ქმედებადაც კი მიიჩნიეს, რადგან შეამცირებდა მსხვერპლს და ასრულებდა ომს და ამასთან ბონუსად ამერიკის ძალის დემონსტრაციაც იქნებოდა. ახლა მთავარი იყო ადგილის შერჩევა. განიხილებოდა კიოტო, კოკურა, ნაგასაკი და ჰიროსიმა, მაგრამ რატომ არა ტოკიო? ტოკიო იქამდე ბევრჯერ იყო დაბომბვის მსხვერპლი და მათ უნდოდათ დაუნგრეველი ქალაქი, რათა რაც შეიძლება ზუსტად შეეფასებინათ იარაღის ეფექტი. თუმცა, რატომ მაინც და მაინც ჰიროსიმა? სწორედ აქ იყო მნიშვნელოვანი სამხედრო ცენტრი, არმიის შტაბ-ბინა. გარდა ამისა, აქამდე ის არასდროს დაუბომბავდა და მისი რელიეფი უფრო ძლიერი დარტყმითი ტალღის გავრცელების საშუალებას იძლეოდა. ზიანის შეფასება მარტივად მოხერხდებოდა. აქ საინტერესო მომენტი ისაა, რომ კიოტო უფრო კარგი სამიზნე უნდა ყოფილიყო, რადგან ითვლებოდა იაპონიის კულტურის ცენტრად. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჰენრი სტიმსონმა პირადად მოითხოვა ამ ადგილის სიიდან ამოღება. ზოგადად ამ ფაქტს მის პირად სენტიმენტებს უკავშირებენ, რადგან თაფლობის თვე იქ ჰქონდა გადარებული. თუმცა რეალური მიზეზი უბრალოდ წინდახედულობა იყო. მან კარგად იცოდა, რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს იაპონიის მართვა ომის შემდეგ უნდოდა, მაშინ მათ არ უნდა გაენადგურებინათ ამ ხალხის მთავარი ღირებულება. რაც შეეხება ოპენჰეიმერს, ის აღარ იყო უბრალოდ ფიზიკოსი. ხელმძღვანელობდა მანჰეტენის პროექტს, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები ნამდვილად არ იყო. ამასთან არც გახსნილად წინააღმდეგი ბომბის გამოყენების. დროებითი კომიტეტის წევრიც იყო და მონაწილეობასაც იღებდა კონსულტაციებში. ამასთან უარს ამბობდა უმსხვერპლოდ იარაღის ხელახლა გამოცდაზე. საბოლოოდ, 25 ივლისს ტრუმენი ხელს მოაწერს ატომური იარაღის გამოყენების ბრძანებას. ნომერ პირველი სამიზნე ჰიროსიმა იქნება. თარიღი აგვისტოს დასაწყისი. ელოდებიან ხელსაყრელ ამინდს. 1945 წლის 5 აგვისტო. კუნძული ტინიანი. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა წყნარ ოკეანეში. ასაფრენ ბილიკზე ბომბდამშენი ენოლა გეი, B-29 დგას, რომელიც პილოტის პოლ ტიბეტსის დედის სახელს ატარებს. მასში ურანის ბომბია, სახელით პატარა ბიჭი. იარაღი, რომელიც არასდროს გამოყენებულა ადამიანების წინააღმდეგ. ეკიპაჟს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატომური ბომბი უნდა ჩამოაგდონ. მხოლოდ ეუბნებიან, რომ განსაკუთრებული მისია აქვთ. შესაძლოა ნაწილი ხვდებოდა, რასთან ჰქონდათ საქმე, თუმცა ნაწილი ალბათ ვერც დაიჯერებდა. თბილი ღამე იყო, ჩუმი. ტექნიკოსები ამოწმებდნენ ხელსაწყოებს. ვიღაც ხუმრობდა, ვიღაც ხმასაც ვერ იღებდა. თვითმფრინავი დაიძრა ღამის 2 საათსა და 45 წუთზე. ამ დროს ჰიროსიმაში 6 აგვისტოს დილა მშვიდად იწყებოდა. ქალაქი მთელი ზაფხულის განმავლობაში არ დაბომბილა. მოსახლეობა უკვე იმას ფიქრობს, რომ უსაფრთხოდ იყვნენ და მათ აღარ შეეხებოდნენ.
სკოლის მოსწავლეები ქუჩებს ალაგებდნენ, მუშები ქარხნებში მიდიოდნენ, ექიმები კლინიკებს ხსნიდნენ. ადამიანები დღეს ჩვეულ რეჟიმში იწყებდნენ. 7 საათსა და 09 წუთზე საჰაერო თავდასხმის სირენა ჩაირთო. თუმცა როგორც შეამჩნიეს, რომ ჰაერში ცოტა თვითმფრინავი იყო, განგაში გააუქმეს და ადამიანებიც მიუბრუნდნენ საქმეებს. მაგრამ ჰაერში სწორედ ის ერთი თვითმფრინავი იყო, რომელიც შეცვლიდა ისტორიას. ენოლა 9400 მეტრზე ავიდა. ცა გაწმენდილი იყო, ფაქტობრივად უღრუბლო და დილის 8 საათსა და 15 წუთზე ბომბი ჩამოაგდეს. ის 53 წამში დაეცა ქალაქში, სადაც არ ისმოდა სირენის ხმა. წამში დამაბრმავებლად ნათდება ყველაფერი. ამ დროს პარალელურად ლოს-ალამოსში მეცნიერები ოპერაციის ჩატარების დასტურს ელოდებიან. ვაშინგტონს ჯერ კიდევ არ ქონია ინფორმაცია. ჰიროსიმაში ადამიანები არაფერს ეჭვობენ. ბომბი არაფეთქებულა მიწაზე. ის ჰაერშივე დაახლოებით 600 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა და გათვლაც ეს იყო, რათა გაეზარდათ განადგურების არეალი. ეს ის მომენტია, როცა სამყარო გაიყო ამ წამამდე და ამ წამის შემდეგ. ჰიროსიმაში ნათება იმდენად მკვეთრი იყო, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მას შეხედეს, დაბრმავდნენ. ეპიცენტრში ტემპერატურა რამდენიმე 1000 გრადუსს აღწევდა. ამიტომ 2 კილომეტრის რადიუსზე მყოფი ადამიანების კანი წამში დაიწვა და ისინი ადგილზე დაიფერფდნენ. ბანკების კიბეებზე, ხიდებსა და კედლებზე დარჩა ეგრეთ წოდებული ატომური ჩრდილები. ეს იყო ადგილები, სადაც ადამიანის სხეული ზედაპირის თერმული იმპულსისგან წამის მიასეთში ბლოკავდა. მიმდებარე გარშემო ტერიტორია დაიწვა და გამუქდა. სხეულის ქვეშ არსებული ადგილი კი შედარებით ღია ფერის დარჩა. ზოგი ასეთი ჩრდილი დღემდე შემორჩენილია. როგორც გითხარით, ჯერ იყო დამაბრმავებელი ნათება, შემდგომ დარტყმითი ტალღა და ამას მოჰყვა უკვე ხანძრები. ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. ისინი ცდილობდნენ ფეხზე ადგომას და გაქცევას. გადაადგილდებოდნენ ზომბებივით, ხელგამოწეულნი, რადგან კანის ზედვი ადნებოდათ. ერთ-ერთი ექიმი, რომელიც კილომეტრ-ნახევარი მოშორებით იყო ეპიცენტრიდან, იხსენებს, რომ დაკარგა გონება და როდესაც გონს მოვიდა, დაინახა, რომ საავადმყოფო განადგურებული იყო. მას არ ჰქონდა არც მედიკამენტები, გადასახვევი ნაჭრები ან წყალი, თუმცა მაინც ცდილობდა გარშემო მყოფთა გადარჩენას. საკუთარ ტანსაცმელს ხევდა და იყენებდა ბინდად. მომავალში ყვებოდა, რომ ყველაზე საშინელი არა ჭრილობები იყო, არამედ ყველას გამაოგნებელი, დადუმებული, შოკირებული სახე, რადგან ვერავინ იაზრებდა რა ხდებოდა გარშემო. აფეთქებიდან მალევე დაიწყო უცნაური შავი წვიმა. წვეთები იყო მუქი ფერის და წებოვანი. ადამიანები, რომლებიც ვერც კი გადაადგილდებოდნენ, ცდილობდნენ მის დალევას. არ იცოდნენ, რომ ის შედგებოდა რადიოაქტიური მტვრისგან. ექიმების უმეტესობა გარდაცვლილი ან დაჭრილი იყო. პერსონალის 90% ფიზიკურად აღარ არსებობდა. მაშინ, როდესაც ასობით ათასი ადამიანი დახმარებას ითხოვდა. კატასტროფა მხოლოდ აფეთქებამ კი არა, მათი გადარჩენის სისტემის არ ქონამაც გამოიწვია. გადარჩენილ ექიმებს შორის იყო ტერუფუმის ასაკი, წითელი ჯვრის ახალგაზრდა ქირურგი. როდესაც აფეთქების შემდეგ გონს მოვიდა, გარშემო ასობით დაჭრილი და დასახეჩრებული დაინახა, რომელთა გადარჩენას 3 დღე-ღამის განმავლობაში გადაბმულად ძილის გარეშე ცდილობდა. ის მკურნალობდა იმას, რაც ჯერ მედიცინას არ ესმოდა. მომავალში მისი ისტორია გახდება ერთ-ერთი მთავარი ჯონ ჰერსის წიგნში ჰიროსიმა. მიიოკო მაცუტანი იყო სკოლის მოსწავლე და მუშაობდა ხანძრის საწინააღმდეგო კერის დასუფთავებაზე. იმ დღეს ეს ბევრ სკოლის მოსწავლეს დაავალეს, რის გამოც მსხვერპლში ამდენი ბავშვი იყო. ის აფეთქების დროს ტრამვაიში იმყოფებოდა და იხსენებდა, რომ დაინახა დამაბრმავებელი თეთრი ნათება, შემდეგ კი სრული სიბნელე. როცა გონს მოვიდა და ტრამვაიდან გადმოძრა, დაინახა, როგორ დნებოდა რკინიგზა და სცადა მდინარისკენ წასვლა, რადგან ყველა ამ მიმართულებით მიდიოდა. აფეთქებამდე ჰიროსიმას მოსახლეობა 340-350 შეადგენდა. პირველივე წამებში გარდაიცვალა 70-დან 80,000-მდე ადამიანი, ხოლო წლის ბოლოსთვის 140,000-ზე მეტი. განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურის 70%. როგორც გითხარით, ეს რიცხვები დღემდე არ არის დაზუსტებული, თუმცა ერთი ფაქტი უტყუარია: გარდაიცვალა ყოველი მესამე მოსახლე. ჰიროსიმაში აფეთქებას მოჰყვა კავშირის დაკარგვა. ტოკიოში ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მათთვის წარმოუდგენელი იყო ის, რომ ერთ თვითმფრინავს შეეძლო მთელი ქალაქის განადგურება. მათ მიიჩნიეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ტიპური დაბომბვა. თუმცა სადაზვერო თვითმფრინავი სრულიად სხვა ინფორმაციას აწვდიდა. ქალაქი გაქრა, ცენტრი მთლიანად განადგურებულია.
იაპონელი ფიზიკოსები, მათ შორის იოშიო ნიშინა, ქვეყნის წამყვანი ბირთვული მეცნიერი, სასწრაფოდ ჰიროსიმაში გადაიყვანეს. მათ დახვდათ უცნაური სახის განადგურება. ეს არ იყო ჩვეულებრივი ბომბის ჩვეულებრივი კვალი. გადარჩენილებს აღენიშნებოდათ უცნობი დაავადების სიმპტომები. ნიშინა მალევე მიხვდა, რომ ეს ბირთვული იარაღის შედეგი იყო, რადგან იაპონიასაც ჰქონდა საკუთარი ბირთვული პროექტი. რა თქმა უნდა, ამერიკულზე ბევრად სუსტი, თუმცა ფიზიკოსებმა უკვე იცოდნენ ურანის დაყოფის პრინციპი. ამიტომ ნიშინამ გადაწყვეტი თქვა, ეს ატომური ბომბი იყო და მმართველობამ უკვე იცოდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ახალი სახის იარაღი. რას აკეთებს მმართველობა? იკრიბება იაპონიის სამხედრო საბჭო, ეგრეთ წოდებული დიდი ექვსეული. თუმცა კაპიტულაციის შესახებ გადაწყვეტილებას ისინი არ იღებენ, რადგან დარწმუნებული არიან იმაში, რომ ამერიკას ესეთი იარაღი მხოლოდ ერთი ჰქონდა და ამით მისი რესურსი ამოიწურა. სამხედროები ფანატიკურად, დაჟინებით მოითხოვენ ომის გაგრძელებას. მათ იმედი ჰქონდათ იმპერატორის შენარჩუნების. რაც შეეხება მას, ჰიროჰიტოს ქალაქის განადგურების შესახებ მალევე შეატყობინეს. მისი მემუარების თანახმად ის ღრმად შოკირებული იყო, მაგრამ იაპონიის გადაწყვეტილების მიღების სისტემა რთული იყო. იმპერატორი უშუალოდ იშვიათად ერეოდა მსგავს საკითხებში. აქვე იაპონია ელოდა საბჭოთა კავშირის რეაქციასაც, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებაში მისი იმედი ჰქონდათ, როგორც შუამავლის. მოსკოვის საშუალებით სურთად საკუთარი პირობების წაყენება. იმპერატორის შენარჩუნება, არ იქნებოდნენ სრულად ოკუპირებულები და არ გაასამართლებდნენ ომში პასუხისგებელ პირებს. მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდა. ამერიკულმა პროპაგანდამ აფეთქების შემდეგ დაიწყო ახალ იარაღზე საუბარი. იაპონიის მოქალაქეებმა არ იცოდნენ რა ხდებოდა ქვეყნის შიგნით. A short time ago, an American airplane dropped one bomb on Hiroshima and destroyed its usefulness to the enemy. That bomb has more power than 20,000 tons of TNT. The Japanese began the war from the air at Pearl Harbor. They have been repaid many-fold, and the end is not yet. With this bomb, we have now added a new and revolutionary increase in destruction to supplement the growing power of our armed forces. მოკლედ, იაპონია მაინც არნებდება და ელოდება საბჭოთა კავშირის დახმარებას. ეჭიდება ხავს, რომელსაც ზოგადად დიდხანს არავინ ეჭიდება ხოლმე. და 8 აგვისტოს ღამე საბჭოთა კავშირი იაპონიას გამოუცხადებს ომს. იერიშს მიიტანს მანჯურიაზე. რაც რა თქმა უნდა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან ატომური ბომბი იყო სამხედრო კატასტროფა და უკვე საბჭოთა კავშირის შესვლა სტრატეგიული უიმედობა. 9 აგვისტოს დაიწყო უბედურების მეორე ტალღა. ეს უკვე აღარ იყო ექსპერიმენტი. ბომბდამშენი B-29, ბოქსკარი. ჩარლს სვინის მეთაურობით. ბორტზე იმყოფებოდა პლუტონიუმის ბომბის სახელად მსუქანი კაცი. ის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პატარა ბიჭი. თვითმფრინავი ტინიანის კუნძულიდან 9 აგვისტოს დილით ადრე აფრინდა. თავდაპირველი სამიზნე კოკურას ქალაქი იყო. თუმცა, როგორც იცით, აუცილებელი იყო უღრუბლო ცა და როდესაც თვითმფრინავი ჩაფრინდა ქალაქში, არახელსაყრელი პირობები დახვდა, რადგან წინა დაბომბვიდან კვამლი ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო. ეკიპაჟმა 3 ფრენა განახორციელა და საწვავი უკვე იწურებოდა. გადაწყდა ალტერნატიულ სამიზნეზე ნაგასაკიზე ფრენა. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტია, რადგან ერთი ქალაქი გადარჩა ღრუბლების წყალობით, თუმცა გაიწირა მეორე. დილის 11 საათის 02 წუთი. ბომბი ამჟამად ფეთქდება 500 მეტრ სიმაღლეზე და აქაა მნიშვნელოვანი განსხვავება. ნაგასაკი გორებს შორის ხეობაში მდებარე ქალაქია. რელიეფი ნაწილობრივ ზღუდავდა განადგურების არეალს. აფეთქება ქალაქის ცენტრში რომ მომხდარიყო, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. სცენარი აქაც ანალოგიურად განვითარდა. ნათება, უმაღლესი ტემპერატურა, წამში ადამიანების დაწვა, ტალღა და ხანძრები. ადგილზევე გარდაიცვალა 40,000 ადამიანი, წლის ბოლომდე კი 70-75,000. ურაკამის საკათედრო ტაძარი, რომელიც იმ დროს აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე დიდი კათოლიკური ეკლესია იყო, აფეთქების მომენტში განადგურდა, სადაც რა თქმა უნდა მრევლი იმყოფებოდა. ამან ტრაგედიას რელიგიური ელფერიც შესძინა. სამყაროს ჯერ პირველი დარტყმა არ ჰქონდა გააზრებული, რომ მეორე მოხდა. 1945 წლის 14 აგვისტოს იაპონია ოფიციალურად დანებდა. ჰიროსიმასა და ნაგასაკის უბედურება მაშინ ადგილზევე არ დასრულებულა. ათასობით ადამიანისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან არავინ საუბრობდა დასხივებაზე და არც დაზარალებულთა ევაკუაცია არ მომხდარა.
გადარჩენილებს ეწოდათ ჰიბაკუშები, რაც ნიშნავდა აფეთქების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებს. მათ აღენიშნებოდათ მწვავე რადიაციული ავადმყოფობა. რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში დაეწყოთ თმის ცვენა, სისხლდენა, მაღალი სიცხე, ძლიერი სისუსტე, ღებინება, იმუნური სისტემის განადგურება. ბევრი მათგანი კვირების შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, ემჩნეოდათ გარეგნული დაზიანება თუ არა. 4-5 წელიწადში კი გაიზარდა ლეიკემიისა და კიბოს შემთხვევები. ლეიკემია განსაკუთრებით ბავშვებში, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო. ლეიკემიის პიკი 1950-იან წლების დასაწყისში დაფიქსირდა. აფეთქების შემდეგ გადარჩენილ ქალებს მშობიარობის ეშინოდათ. იყო თანდაყოლილი ანომალიების შემთხვევები. თუმცა, შემდგომ კვლევებმა აჩვენა, რომ მასობრივი გენეტიკური კატასტროფა არ მომხდარა, მაგრამ შიში ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. და რაზეც იშვიათად საუბრობენ, დაიწყო დისკრიმინაცია. ისინი გარიყული იყვნენ სამუშაო ადგილებში, არ მოყავდათ ქმრად, ცოლად. ითვლებოდნენ ინფიცირებულებად, რის გამოც ძირითად შემთხვევებში მალავდნენ, რომ ზოგადად გადაურჩნენ ამ აფეთქებას. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი გაჭირვება ეყოფოდათ, ასეთ დღეში აგდებდნენ. სხვათა შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ორჯერ გადაიტანეს აფეთქება. ანუ ისინი, ვინც ჰიროსიმადან გაიქცნენ თავი შეაფარეს ნაგასაკის და აფეთქება იქაც დაეწიათ. დღეს ჰიროსიმა თანამედროვე ცოცხალი ქალაქია, 1 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით, აყვავებული პარკებით, სკოლებითა და კულტურული ცენტრებით, ჰიბაკუშებისადმი მიძღვნილი მშვიდობის მუზეუმებითა და მემორიალებით. ყოველწლიურად 6 აგვისტოს იმართება ცერემონია, წუთიერი დუმილი, კაცობრიობის უბედურების შედეგისთვის. ქალაქმა ტრაგედია არ დაივიწყა, ისევე როგორც დღევანდელმა მეცნიერებმა, რომელთა აზრი, როგორც მაშინ დღესაც იყოფა. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელმაც გამოიწვია მსხვერპლის შემცირება და ასევე მეორე მსოფლიო ომის დასრულება, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ომი ისედაც დასრულდებოდა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი ჩაერთვებოდა, რადგან იაპონიას ისედაც აღარ ჰქონდა საომარი რესურსი, ამიტომ ეს ნაბიჯი შეფასებულია როგორც უბრალოდ ამერიკის ძალის დემონსტრაცია საბჭოთა კავშირისთვის და ასევე ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს სახელის მოსახვეჭად. მაშინაც კი, თუ ამ ნაბიჯმა ომის დასრულება დააჩქარა, კითხვა კვლავ ღიად რჩება. შეიძლება თუ არა 10,000-ობით მშვიდობიანი მოქალაქის მყისიერის სიკვდილის გამართლება. სწორედ ამიტომ გახდა ჰიროსიმა და ნაგასაკი უბრალოდ ქალაქებზე მეტი. ისინი გახდნენ სიმბოლოები იმისა, თუ რას იწვევს ტექნოლოგიური ძალა მორალური შეზღუდვის გარეშე. დიდი მადლობა, რომ მიყურეთ. ტრადიციულად გთხოვთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამომიწეროთ და დამიტოვოთ რაიმე სახის კომენტარი. ეს ძალიან მეხმარება. დროებით.